დღე რომელიც ემსახურება LGBTQ ადამიანების უფლებების ხილვადობას, მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას. საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით ჩანაცვლდა. შარშანკი ქართულმა ოცნებამ 17 მაისი ოფიციალურად უქმეთ გამოაცხადა და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ხალხმრავალი მსვლელობებით აღნიშნა. ასე იყო დღესაც. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ გავიხსენოთ, საიდან იწყება ამ დღის აღნიშვნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193,500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 2013 წელს რამდენიმე ასეული დემონსტრანტის ფიზიკურად გაუსწორდნენ სასულიერო პირები, მათი მრევლი და ეს ყველაფერი მოხდა ხელისუფლების ხელშეწყობითა და პოლიციელების უმოქმედობით. სწორედ ამ მძიმე ძალადობის დღეს ეფუძნება დღე, რომელსაც წლებია ოცნება და ქართული სამუსიკოლო ეკლესია პომპეზურად აღნიშნავს, როგორც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში აღავლინეს პარაკლისები. ხალხი ძირითადად პარტაქტივი, საჯარო სამსახურის თანამშრომლები და ცხადია საზოგადოების ის ნაწილიც, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ძალადობაზე დაფუძნებული დღეობა წმინდა დღეა, მსვლელობას შეუერთდნენ. მეტს მოგვიყვება სალომე ბოკუჩავა. სალომე ბოკუჩავა არის ის რეპორტიორი, რომელიც მაშინ რუსთავიორზე მუშაობდა ჩემთან ერთად და 2013 წლის 17 მაისს აშუქებდა. პრინციპში 2013 წლის 17 მაისი შენთვისაც ალბათ, როგორც ჩემთვის, არის პირველი დღე, როდესაც დავინახეთ ასეთი ძალადობის სცენები და ასეთი უმოქმედობა ან შესაძლოა თანხwebdra და შეთანხმება პოლიციისა მოძალადებთან, როდესაც გაირღვევა პირველად კორდონი და წამოვლენ დასარბევად. უფრო მეტი გითხარი შენი გამოცდილების შესახებაც ამ დღის გაშუქების დროს და რას ეფუძნება დღე, რომელსაც ახლა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ქვია. დავიწყოთ მაშინ 2013 წლის 17 მაისით ვაშუქებდი რამაზ უთრუგაშვილთან ერთად დილიდან წავედით გადაღებაზე და სანამ უმცირესობების უფლებადამცველების დაიწყებდნენ შეკრებას პუშკინის სკვერთან, უკვე რუსთაველზე პარლამენტის წინ დაიწყო შეკრება მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად. მახსოვს, მამა ბასილის მრევლი იყო ყველაზე ადრიანად მოსული, ჭინჭრებით ხელში გვემუქრებოდნენ დილიდან, თუმცა ვერ ვხვდებოდით მაშინ რა გველოდა მთელი დღის განმავლობაში და როგორ განვითარდებოდა მალევე პროცესები. ეროვნულ ბიბლიოთეკა, ეროვნულ მუზეუმთან იყო გადაკეტილი გზა რკინის ჯებირებით. ამ წერტილიდან უკვე თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება მრევლისთვის და სასულიერო პირებისთვის იყო აკრძალული და პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. მაშინდელი ხელმძღვანელები მახსოვს, რომ იყვნენ ადგილზე, აკეთებდნენ განცხადებებს. ხო, ისეთი განწყობა იყო, რომ თითქოს ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. აუცილებლად ვერავის ვერ წარმოედგინა. იქ მხოლოდ საპატრულო პოლიციის ყოფნაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მშვიდად უნდა ჩაეარა ყველაფერს, თუმცა ასე იყო 5 ივლისსაც, როდესაც მხოლოდ საპატრულო პოლიციით დაიწყო პროცესები, ხო? ამის შემდეგ ჩვენ მახსოვს, რომ გადავინაცვლეთ თავისუფლების მოედანზე და მალევე ჯაჭვი გაგლიჯეს სასულიერო პირებმა და მათ უკან უკვე იდგა მრევლი, რომლებიც მიმოიფანტნენ ჯერ თავისუფლებაზე. ამის შემდეგ ძველი თბილისის პატარა ქუჩებში ავტობუსები იყო ადგილზე მობილიზებული. პოლიციამ მალევე შეძლო აქციის და ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის გამოსული ადამიანების აყვანა ამ ავტობუსებში. თუმცა გაუჭირდათ გაყვანა ამ გახდა ძალიან რთული, იმიტომ რომ ხალხი მრევლი იყო ძალიან ბევრი და სხვადასხვა ქუჩებში გადაადგილდებოდნენ. იყვნენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და არსებობს კადრები, სადაც სასულიერო პირი პირდაპირ მნიშვნელობით ახდება ავტობუსს და ცდილობს, რომ ძღოლი გადმოიყვანოს გარეთ. ასევე გვახსენდება თაბუკაშვილის ქუჩა, რა დროსაც სამარშრუტო ტაქსს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს. ამ დროს შიგნით არაერთი ადამიანი იყო. თუმცა ნაწილი ავტობუსებით გაიყვანა პოლიციამ ფონიჭალის მიმართულებით და ჩვენ არქივი გვახსენებს, რომ ორთაჭალამდე მოძალადე ჯგუფების ნაწილმა მათ სდია. არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტი დაშავდა, ხატია კალანდაძე, თუ გვარი არ მეშლება და ის გადაიყვანეს მაშინ თავის ტრავმით კლინიკაში. და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც აი ამ მცირე ჯგუფი იყო, ვინც გამოვიდა 17 მაისის როგორც ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნად და მათ სიცოცხლესაც პირდაპირ დაემუქრა საფრთხე და არაერთმა მიიღო დაზიანებაც. გავიხსენოთ არქივი, რაზეც ჩვენ საუბრობდი და გადავიდეთ შემდეგ უკვე რა ხდებოდა დღეს.
ხო, ეს არის დღე, ასე ვთქვათ, ანუ იმიტომ ვიწყებთ ამ ამბის დღევანდელი დღის ასე განხილვას, რომ სწორედ აი ამ დღეს, ძალადობრივ დღეს ეფუძნება დღე, რომელიც შემდეგ დაარსდა 2014 წელს. ოჯახის სიწმინდის დღე და მშობლების პატივისცემის დღე დაარსდა 1 წლის შემდეგ ამ მოვლენებიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ 17 მაისს აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. ამის შემდეგ, ანუ 2015 წელს პირველად აღინიშნა საქართველოში ეს დღე, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში შედარებით უფრო პომპეზური არის. პოლიტიკოსები შეძღვიბდნენ ძალიან და საპატრიარქოსთან ერთად ქართული ოცნებაც ზეიმობს, გეგმავს და გამოაცხადეს უქმე დღეც 17 მაისი. დღევანდელი დღიდან ჯერ მოვყვები ეპიზოდს, რომელიც ლოცვის შემდეგ მსვლელობის დაწყებისას განვითარდა ილოცეს ქაშვეთის ტაძარში, შემდეგ კი გადასასვლელზე გადავიდნენ და თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები. ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა პოლიციას გაკეთებული, უბრალოდ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა ახლოს მისულიყვნენ, თუმცა შეიძლება უფრო ძაფრი ყოფილიყო კონფლიქტიც. აი ამ კადრებს ვადევნებთ ახლა თვალს. ნებისმიერი ღონისძიება არალეგიტიმური თვითმარქვია ხელისუფლების არის აბსოლუტური ფარსი და ფარისევლობა. დღეს ხალხი ყავდა მოყვანილი ისეთები, რომლებიც ლოცვის დასრულების შემდგომ პირჯვარს იწერდნენ და აქეთ დედას გვაგინებდნენ და უშვერი სიტყვებით გულანძღავდნენ. არ ვიცი მე ამას ფარისევლობის მეტი არაფერი არ ეწოდება. პატიმრების ოჯახის წევრები, რომელთა შვილებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ამდენი თვეა ციხეებში ყავთ გამოკეტილი, სამართალს ვერ პოულობთ, სასამართლო არ არის, პროკურატურა არ არის, მართლმსაჯულება არ არის, ხელისუფლება არ არის ზოგადად ამ ქვეყანაში და რაც შეეხება თავად ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას ქაშვეთის ტაძარში, გარდა ქაშვეთისა დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში აღნიშნებოდა ეს დღე, სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეები დასვენების დღე რეალურად არ ქონდათ, ისინი ქართული ოცნების თხოვნით თუ დავალებით იყვნენ ამ დღის აღსანიშნავად ტაძრებში მისულები ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე გაიმართა მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების რაღაც ძალიან პომპეზური იყო მცხეთაში, კახეთში, სამეგრელოში და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელისუფლებო მედია, რომელიც არ აშუქებს ხოლმე საპროტესტო აქციებს ამავე გამზირზე, სადაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდება ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად გადასცემდა ამ პომპეზურ ეთერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ასე იყო გასულ წელიწადსაც და წელსაც არ იყო უცხო ჩვენთვის, რომ ამავე რეჟიმით მოუწევდათ მათ მუშაობა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ეგრეთ წოდებული მთავრობის გამოყოფთი მაგალითად არ ვიცი შენ დააკვირდი თუ არა, მინისტრები და ერთ-ერთი მინისტრი იყო, ეხა აღარ დავასახლებ, ყველა რაღაც სახარებას რო ქადაგებდნენ, მიდიოდნენ და ინტერვიუში სახარებას რო ქადაგებდნენ. ეს იყო რაღაცნაირი ინტერვიუები, არ ვიცი. მეუფეშიოს მეუბრუნდები. მეუფეშიოს ქადაგება იყო ძალიან საინტერესო. ქაშვეთის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მან მიმართა იქ შეკრებილ მრევლს, რატომღაც დღეს გაჟღერდა მისი მხრიდან და მე შეიძლება დამრჩა ასეთი შტაბ-შტილება, თითქოს არა ვართ თანასწორები, ქალები და კაცები ერთმანეთის ოჯახშიც და მან რაღაც შედარება გააკეთა ეკლესიასთან, სასულიერო პირს შეადარა მამაკაცი ოჯახში, შეგვიძლია ეს კომენტარიც მოვისმინოთ, ასევე დღეს პირველად ვიხილეთ ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ცოტნე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, ჟურნალისტებმა კითხეს, რა პოზიცია ჰქონდა მას იმ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია ფიზიკურად ქუჩაში უსწორდება, მან აღნიშნა, რომ ამის თაობაზე მამამისიც კი ძალიან ღელავს, ასევე კითხეს რეჟიმის პატიმრებთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ სასამართლო დაადგენს სიმართლეს, ის სასამართლო, რომელმაც ვხედავთ რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს და წლებთან ერთად მამამისის დამსახურებით ვხედავთ რა მდგომარეობამდე მივიდა. ილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის
ლოცვა კურთხევას. ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა როგორც მისი თანაშემწე დიაკნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამცხსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. არის ერთი რუსული პოლიტიკაში საუბარი უკვე საქართველოს გახდა. მე თავისთავად ძალიან უთანაბროდ მათ და პოლიტიკა, როდესაც ხედავ ძალადობრივ კადრებს, აგრეთვე ესენციალურად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ შეკითხვებს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. ლავათქვენს უთხარით, რომ გმობთ იმ ძალადებას, რომელიც სამართალდამცველებმა ქუჩაში გამოიჩინეს თქვენნაირი ახალგაზრდების თითო ყველაზე მეტად პირვაგული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა და თითო ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები დამერწმუნე თამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელი არის რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები. კარგით რა, ოჯახის სიცოცხლეზე ვისაუბრეთ, როგორც გითხარით. სანქციებთან დაკავშირებით გითხარით, ბატონო ცოტა. საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგაწყვეტ, რომ ოჯახის სიცოცხლეზე საქმეებზე ვეკითხებით. ევროპაში ვეღარ იყვნენ, ბრიტანეთში ვეღარ შეხოთ, შერდებოდა. ხოლო ოჯახის სიცოცხლეზე მოგიწევთ. კარგით რა, კომიკური გახდა უკვე ბარდო, რამდენჯერ ესეთი სტილის შეკითხვები სანქციებთან დაკავშირებით არ გაგიგია. თუ არ ვაცით პასუხს არ გამოვადიან. ცოტნე ივანიშვილს ვეთანხმები, რომ აუცილებელია სამართლიანობის აქტგენა ცალსახად. ნამდვილად ვეთანხმებით ყველა. მადლობა სალომე საინტერესო მიმოხილვისთვის. მიხარია ხოლმე, როდესაც ისეთ ამბებს ვიხსენებ, სადაც თავად ჩვენ მონაწილეობდით, რაღაც ერთგვარი მემატიანეები არიან ხოლმე რეპორტიორები ქვეყანაში მიმდინარე ამბების.